საქვეანგარიშო თანხის მოძრაობა. მოდი დაუკვირდეთ ამ სიტყვას. საქვეანგარიშო თანხის მოძრაობა. ანგარიში გვაქვს სალარო, ხო? სალაროს ანგარიში გვაქვს. და ყავს მოლარე. მაგრამ ასე ვთქვათ, ქვეანგარიში, აი სახელი როგორი იშიფრება, ქვეანგარიში, ანუ სალაროს ქვევით არის ეს ანგარიში კიდე რაღაცა. ესე იგი, თუ კი სალაროა ის და მოლარეზის იქ და მოლარე აწარმოებს ამ ანგარიშს, ესე იგი, იმის ქვევით კიდე რაღაც ფულის მოძრაობასთან გვაქვს საქმე და იმის ქვეანგარიშია ეს. ჩვენს პრაქტიკაში და შესაბამისად აღარც თეორიაში არ არის ასეთი მცირე სალაროს ანგარიში. არა გვაქვს ჩვენ ასეთი არც პრაქტიკაში და არც თეორიაში. მე მახსოვს, როცა პირველად სტანდარტების დანერგვას ვიწყებდით, ასეთი შეთავაზება გქონდა, აი პირველად, როცა ანგარიშთა გეგმის ვარიანტი მტკიცდებოდა. ჩვენ სტანდარტები შემოიტანეს, გაგვაცნეს, აი აქედან პირველად მოხდა მისი ჩვენზე გაცნობა და მე ჩვენ დავიწყეთ ამის სწავლება, ხო? მაშინ შემოთავაზებული იყო ასეთი ფორმა, რომელიც გავრცელებულია ძალიან ბევრ ქვეყანაში, მცირე სალაროს მოძრაობა, აი მცირე სალაროს ანგარიში. ჩვენთან ეს არ იყო პრაქტიკაში, ასეთ სახელწოდებით არ იყო, თორე გარკვეული შინაარსით იყო. ჩვენ გქონდა ასეთი ანგარიში, პირველად ანგარიშთა გეგმაში, მაგრამ ნუ მე რატომღაც არ იქნა ეს დამტკიცებული. მე არ მაქვს ამაზე პასუხი, ვის რა არ მოეწონა ამაში, მაგრამ რაღაც სასწორება მოხდა და არ იქნა ასე დამტკიცებული. ამიტომ ჩვენ ასეთი მცირე სალაროს ანგარიში ცალკე არ აგვაქვს და ბოლომდე არც ამ მცირე სალაროს ოპერაციებს არ გულისხმობ საქვეანგარიშო, მაგრამ ძალიან ახლოს დგას ამასთან. ეხლა ეს იმიტომ ვახსენებ, შეიძლება თქვენ სადღაც ლიტერატურებში ასეთ ტერმინით შეგვხვდეთ, მცირე სალაროს ანგარიში, მაგრამ ჩვენ ამას პრაქტიკაში არ აგვაქვს დამკვიდრებული და არ ვიყენებთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს საქვეანგარიშო თანხა როგორ აღირიცხება. რას ნიშნავს ახლა ეს საქვეანგარიშო თანხა? პრაქტიკულად სად მჭირდება ეს მე და შემხვდება თუ არა? შეგვხვდებათ, უმეტეს შემთხვევაში ეს საწარმოებში და ორგანიზაციებში არსებობს. პირი ან პირები გამოყოფილი იმისათვის, რომ აი ეს მცირე ანგარიშწორებები მოახდინონ. რატომ მცირე? თუ საქმე ეხება დიდი თანხებით ანგარიშწორებას, მაშინ რა თქმა უნდა ეს ოპერაციები არ უნდა გამოიყენოს საწარმომ. არ არის მართებული ის, რომ დიდი თანხები ხელიდან ხელში პირების მიხედვით იქნას გადახდილი. ამისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი და კარგი არის თვითონ საბანკო ოპერაციების წარმოება. საბანკო ოპერაციები შეიძლება ჩვენ მცირე თანხებზეც ვაწარმოოთ. ანუ გადაურიცხოთ თანხას და არ მივიტანოთ ხელით და ან არ წამოვიღოთ ხელით. მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა არ ხერხდება, აი მოუხერხებელია საბანკო ოპერაცია, უფრო მოუხერხებელია, ვიდრე ჩვეულებრივად, აი მაგალითად ელემენტარულად მცირე რაღაცა მინდა სამეურნეო და მინდა გავიდე და ვიყიდო, მაგრამ აი წინასწარ არ ვიცი ახლა ეს რომელია, რომელ მაღაზიაში რა ეღირება, რომ მე გადახდა ჩარიცხვა გავაკეთო და მე მივიდე და იქიდან წამოვიღო. ამას უფრო მეტი დრო მიაქვს. მაგრამ შეიძლება ეს წვრილმანი, აი რომ მივალ იქ გადავწყვიტო, რა მჭირდება და როგორი იქნება და რა თანხის იქნება. და აი ამისათვის არსებობს სალაროებში აი საჭიროება, რომ თანხა გაიცეს ანგარიშვალდებულ პირზე. თქვათ, რაში იყენებს ამას ახლა საწარმოები და ორგანიზაციები? ანგარიშვალდებული პირები ხშირად მაგალითად ახდენენ წვრილმანი ესეთ საკანცელერო ნივთების შეძენას. თუ ის სისტემურად არ ხდება, ერთიანად ახლა არ იმარაგებ გარკვეული პერიოდი და რაღაც დაგჭირდა უცებ, მიდის და ყიდულობს. სამეურნეო საშუალებების, მაგალითად დასუფთავების მოვლის საშუალებების შეძენას. ზოგჯერ აი საკომუნიკაციო საშუალებების აი ამ მომსახურების გადახდებს, თქვა ტელეფონის გადახდას, რაღაც ასეთების გადახდებისთვის ნაღდი ანგარიშწორებით. აი მაგალითად ავტომობილები ყავს საწარმოს და მისი გარეცხვა გააკეთა და იქ მოუწია გადახდა თანხის, ან რაღაცა ესეთები, რომელიც უწევს აი ამ პრაქტიკიდან გამომდინარე და თუნდაც ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, უფრო მარტივია და უფრო მობილურია, რომ იქ გადაიხადოს ეს თანხები. ასეთ დროს ეს პირები თავიანთ თანხას ხომ არ ხარჯავენ, ორგანიზაციის სახელით იხარჯება ეს თანხა. მაგრამ ახლა წარმოიდგინოთ, ორგანიზაციაში სადაც სალაროა, ის ესეთ გაჩერებული მდგომარეობაში იქ სადღაც მოწყობილია ამის ოთახი და იქ არის. აი იქედან მოლარე არ გამოდის და არ დადის ამის გადასახდელად. არამედ ეს ფული გარკვეული თანხა უნდა ანდოს ვიღაც პირს
და იმ პირმა უნდა მოახდინოს ეს გადახდები და მერე უნდა წარმოუდგინოს ანგარიში საწარმოს ორგანიზაციას ამ პირმა, რამდენი იყო მიღებული თანხა, რა გადაიხადა, რაში, სად არის იმის დოკუმენტაცია, რაშიც დახარჯა ეს ფული და ბოლოს უნდა გააკეთოს ანგარიში, რა დარჩა მას. ესე იგი, როგორც სალაროში შემოდის ფული და გადის ფული და ამის შესახებ კეთდება ანგარიში, ანუ იწარმოება 1110 ანგარიში. ასე უნდა მოხდეს ყველა იმ პირის მიერ, ვინც მიიღებს საქმე ანგარიშოთ თანხას. ასეთი ანგარიშის წარმოება უნდა მოხდეს მათ მიერ. თუმცა ეს ანგარიშები როგორც წესი მარტივია და მარტივად იწარმოება, იმიტომ რომ აქ არ ხდება დიდი თანხების ბრუნვა და დიდი მოცულობით არ არის ეს. ამიტომ შედარებით მარტივ ფორმას ირჩევენ ამის წარმოებისთვის ბუღალტრები და ასეა მიღებული პრაქტიკაში და მე მინდა გაგაცნოთ ზუსტად ეს ფორმა. რა ფორმა არის ამ საქმე ანგარიშო თანხების წარმოებისთვის? აი მეორე მაგალითს მოვიტან კიდე იგივე პრაქტიკიდან, მაშინაც კი როცა სალაროს ოპერაციები მოწესრიგებული იყო, აი მაშინაც და მით უმეტეს დღეს საქმე ანგარიშო თანხების მოძრაობის აღრიცხვა არ ხდება სწორად პრაქტიკაში. ძალიან ხშირია შემთხვევა, უბრალოდ იშვიათია შემთხვევა, სადაც ეს მოწესრიგებული დაგხვდება. და იქ დაგხვდება, სადაც ეს უკვე ბუღალტერს გამჯდარი აქვს, რომ ეს ასე უნდა აკეთოს. და სადაც მივიდა ესეთ ბუღალტრები, რომელსაც არავინ ასწავლა ეს დღევანდელ პრაქტიკაში და არც იცის, აი ეს საკითხები მოუწესრიგებელია, უმეტეს შემთხვევაში მოუწესრიგებელია. და მე გაგაცნობთ თქვენ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს ეს და გაგაცნობთ, იმიტომ რომ თქვენ სადაც გიხართ ეს საკითხი რომ მოაწესრიგოთ. შეიძლება ანგარიშვალდებული პირი არ იყოს მარტო ერთი. ორგანიზაციაში შეიძლება ის რამდენიმეც იყოს. გააჩნია როგორც სპეციფიკა, ქრისტის ჭირდება. აი ვთქვათ, ავტოპარკი ყავს, იმას შეიძლება ცალკე ანგარიშვალდებული პირი იმასთან დაკავშირებული. შეიძლება ვთქვათ, ორგანიზაციებში ხშირად ლოჯისტიკის სამსახურებს ეძახიან ამას, რომლებიც აი ასეთ სამეურნეო რაღაცეებში ერთვებიან და იქ არის დაუშვათ ვინმე პირი გამოყოფილი ხელმძღვანელი ამისი, ვისაც ენდობიან ამ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს. შეიძლება ეს ასეთი პირიც იყოს. შეიძლება ცალ-ცალკე იყოს ასეთი პირები. ამიტომ რამდენიც იქნება ასეთი პირი, იმდენი პატარა სალარო გვაქვს ჩვენ. რა ხდება სალაროში? სალაროში ფული შედის და ფული იხარჯება. ასე ხდება იმ პირთან, ის პირი ფულს ღებულობს და ფულს ხარჯავს, ოღონდ ორგანიზაციის სახელით. ამიტომ თუ ასეთი პირი რამდენიმე იქნება, იმდენი საქმე ანგარიში უნდა იწარმოებოდეს. ანუ ცალ-ცალკე უნდა იწარმოებოდეს ეს ანგარიში. როგორც სალარო რამდენი მოლარე იქნება, რამდენი სალაროს ადგილი იქნება, იმდენი ცალ-ცალკე უნდა იწარმოებოდეს ეს. საქმე ანგარიშო თანხის მოძრაობის სქემა ასეთია. სალაროდან საქმე ანგარიშოთ გადადის ეს თანხა. და იქედან ხდება მცირე სამეურნეო ოპერაციების განხორციელება, რაც გითხარით, რაც ვახსენეთ. სალაროში მოლარეა ამ ფულის პასუხისმგებელი, მოლარე გასცემს ამ თანხას ანგარიშვალდებულ პირზე. ჩვენ მაგალითებს რამდენჯერმე ვახსენეთ, ხო? ანგარიშვალდებულ პირზე გაიცა თანხა. ეს ხდებოდა სალაროდან, მაგრამ მას არ ვეძახით მოლარეს. ანუ ის არ არის კიდე სხვა მოლარე. ის არის ანგარიშვალდებული პირი რაღაც ოპერაციისთვის და ეს შეიძლება იყოს ერთჯერადად. დააკვირდეთ ამასაც გეუბნებით. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადად, მეტად აღარ დამჭირდეს მე ამის. ოღონდ მოლარე არ მიდის ამ ფულის გადასახდერად. მოლარე ზის თავის ოთახში და დღის განმავლობაში ღებულობს ან გასცემს ამ ფულებს. შეიძლება გამოიყოს ორგანიზაციიდან ერთჯერადად პირი, რომელზეც გაიწერება ეს ფული, რა თქმა უნდა გასავლის ორდერით. ხო? მოლარე როგორ გასცემს ფულს? და ის პირი ამას დახარჯავს და ის წარმოადგენს მერე ინფორმაციას, ოღონდ მან ანგარიში უნდა წარმოადგინოს. შეიძლება ეს იყოს ერთჯერადად, შეიძლება იყოს თვეში ორჯერ ჭირდებოდეს, ეს ოღონდ სისტემატიურად. შეიძლება ისიც იყოს, რომ თვეში ყოველ დღე ჭირდებოდეს მას, ოღონდ სისტემატიურად. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ მაგალითად საზღვების ობიექტი. საზღვების ობიექტი, ანუ კაფე, რესტორანი, სასადილო. დააკვირდეთ რა ხდება აქ. რა ქნას ახლა ამ ობიექტის ბუღალტერმა, რომელ გლეხს ჩაურიცხოს ფული და ან რისთვის და ან რამდენი. ხო მოუხერხებელია ახლა ასეთი გადახდა. ამიტომ ტიპიურად ასეთ ობიექტებში გამოყოფილი არის პირები, ვისაც ენდობიან სალაროდან გაიწერება ეს ფული, ეს პირები აიღებენ ამ ფულს, გავლენ ბაზარზე და იძენენ ამ პროდუქციას, ხო? ამაზე მუშაობს მთლიანად საზღვების ობიექტი. კი, სხვა რამესაც ღებულობს, მაგრამ ძირითადად მუშაობს მაინც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.
ეხლა იქ არ გააკეთო ეს და არ ქონდეს ეს ანგარიში. ახლა წარმოიდგინე იქ მთელი შენი აღრიცხვის ძირითადი ნაწილი გაივლის ამ ხაზზე. ანუ სულ ანგარიშვალდებული პირებით ყოველდღიური და ძალიან სერიოზული ბრუნვები გექნება. და არის ობიექტები, სადაც ანგარიშვალდებული, ახლა მე ვამბობ ეს მცირე ოპერაციებია, მაგრამ მცირე არის ზოგჯერ, მაგრამ ზოგჯერ ეს ოპერაციები ძალიან ბევრია და ძალიან ამაში მიდის მთელი აღრიცხვა. ამიტომ როცა გეუბნებით აღრიცხვა სად არის რთული, ეს ძალიან პირობითია. ვისთან რა იქნება რთული? ზოგ ადგილზე ფულის მოძრაობაა ძალიან რთული. ჩემთან მაგალითად სულ არ არის სალაროს მოძრაობა, ხო? გააჩნია სად რა არის. ზოგ ადგილზე ანგარიშვალდებული პირის აღრიცხვებია ძალიან ბევრი და რთული. ზოგ ადგილზე დებიტორები ყავს 10,000-ობით და 100,000-ობით და ის არის რთული. ზოგ ადგილზე 10,000-ობით და 100,000-ობით საქონლის დასახელება აქვს. ის არის რთული. აი გააჩნია რა არის სირთულეში. მაგალითად ზოგიერთი ანგარიში სულ არის წარმოება რომელიღაც ორგანიზაციაში, მაგრამ არა აქვს იმის ოპერაციები. ამიტომ ამას მე კი გიხსნით რომ აქ მცირე თანხები უნდა ბრუნავდეს, მაგრამ ნუ შეხედავთ მეორე ხარისხოვნად ამ საკითხს. აი მაგალითი რომ მოგიტანეთ რესტორნის სამსასადლოზე, იქ ეს იქნება ძალიან სერიოზული დასალაგებელი. ესე იგი ანგარიშვალდებული პირმა მიიღო ეს თანხა და მიიღო საქმე ანგარიშოდ, ანუ რაღაც ხარჯების გასაწევად, რაღაცის გადასახდელად მოლარისგან. ამის შემდეგ ხდება დანახარჯების განხორციელება, ანუ სამეურნეო ოპერაციების საფუძველზე ხდება დანახარჯების განხორციელება. აი ეს ციკლი უნდა გავიაროთ ახლა ჩვენ, ხო? მოლარემ უნდა გასცეს, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მიიღოს, ანგარიშვალდებული პირი ახორციელებს დანახარჯებს და მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში. კითხვა იყო აქ როგორ ხდებაო, მაგრამ იმაზე არ იყო კითხვა დანახარჯებს ვინ ახორციელებს. დანახარჯებს ყველა ვარიანტში ანგარიშვალდებული პირი ახორციელებს. და არა თვითონ მოლარე. მოლარე ფულს გასცემს და თვითონ დანახარჯს არ ახორციელებს. ანგარიშვალდებული პირი ახორციელებს დანახარჯს. ესე იგი ვინ უნდა გააკეთოს ანგარიში? ანგარიში უნდა გააკეთოს ანგარიშვალდებულმა პირმა, ვინც განახორციელა დანახარჯები. აი გეტყვით ახლავე? აი ეს გახლავთ საავანსო ანგარიშის ფორმა. საავანსო ანგარიში. თქვენ გქონდათ მოწოდებული ყველა ეს დოკუმენტები და ვისაც არ ამოგიბეჭდიათ, შეგიძლიათ ეს ამოიღოთ, ნახოთ. ეხლა საავანსო ანგარიში. აი ეს ფორმა თვითონ ანგარიშიც არის და ტეს ანგარიშიც არის, ანუ ის ჟურნალ ორდერი რომ ვახსენეთ ჩვენ. აი ორივეა აქ. რატომ მოხდა ამ ორივე შინაარსის ამაში შეტანა? მე გითხარით რომ ეს ხდება მცირე თანხებზე და მისი პერიოდულობაც მცირეა. ამიტომ მნიშვნელოვანი ბრუნვები, რადგან აქ არ არის, მიღებულია რომ ამ ერთ ანგარიშზე, საავანსო ანგარიშზე მოხდეს წარმოდგენა ჯამური ინფორმაციისა, რა გააკეთა, რაში დახარჯა ეს ფულები მან და ამავე ფორმაში მოხდეს ბუღალტრული დაშიფრვა ამ ინფორმაციის. ჟურნალ ორდერში რას ვაკეთებდით ჩვენ? ბუღალტრულად შიფრავდით ამ ანგარიშზე საიდან რა მოვიდა და სად რა წავიდა. ამას ხო ვაკეთებთ ჟურნალ ორდერში. ეხლა აი ეს თვითონ ეს ანგარიში მოიცავს ამასაც, აი ეს ნაწილია მისი და მოიცავს თვითონ ანგარიშვალდებული პირის ანგარიშს. ვინ აკეთებს ამ ანგარიშს? ანგარიშვალდებული პირი. ოღონდ მის ერთ ნაწილს ამუშავებს ანგარიშვალდებული პირი და მეორე ნაწილს ამუშავებს ბუღალტერი. ესე იგი ამ დოკუმენტთან ორი პირი მუშაობს. ანგარიშვალდებული პირი წარმოადგენს ამას ნაწილობრივ შევსებულს და მოაწერს ხელს რომ მე ეს მივიღე, ეს დავხარჯე და ეს დამჩა და მერე ბუღალტერი ამოწმებს ამ დოკუმენტაციას სალაროს ოპერაციებიდან გამომდინარე მართლამდენი აქვს მიღებული? იქ ხო საბუთებია შევსებული. მერე ამოწმებს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საბუთებს მართლამდენი დახარჯა? ადასტურებს ამ ანგარიშს, ადასტურებს და ამ ანგარიშს ადასტურებს ასევე ხელმძღვანელიც და აკეთებს მის ჩანაწერებს. აი ჟურნალ ორდერში რომ აკეთებდა, მერე აქედან ხო აიღებდა და ჟურნალ ორდერში ხო წერდა საიდან რა მოვიდა, სად რა წავიდა. და ანგარიშების დებეტებს და კრედიტებს მიუწერდა. აი ამას აკეთებს ამ ნაწილში. ანუ ამ ერთ დოკუმენტშივე ეს არის ბუღალტრული რეგისტრიც და ანგარიშიც. არის ორივე ფუნქცია შესრულებული. რა უნდა მიეკრას ამას უკან? ამას უნდა მიეკრას უკან ანგარიშვალდებული პირის წარმოდგენილი საბუთები. ეხლა ერთ რამეს დააკვირდით.
დააკვირდით ხაზი, სად მიდის საბუთები და ინფორმაციები. პირველადი დოკუმენტები ყველა მიდის ბუღალტერთან. სადაც არ უნდა იაროს ამ პირველად დოკუმენტმა, ბუღალტრულ დოკუმენტებში უნდა იქნას თავმოყრილი და იქ უნდა იქნას შეკრული. შეიძლება მისი ასლები იყოს სხვაგანაც რჩებოდეს, იმიტომ რომ მეორე მხარემაც უნდა დაადასტუროს, რომ ამის საფუძველზე, აი მოლარესთან რა დარჩა. სალაროს წიგნის ნახევარი. მაგრამ თვითონ პირველადი დოკუმენტი ყველა მოbrunდა ისე ბუღალტერთან და ბუღალტრის დოკუმენტაციაში შეიკრა. ეხლა აქ რა არის? აქ არის ანგარიში ვალდებული პირის ანგარიში, ასე ვთქვათ, რომელშიც ჩაწერა მან ეს მივიღე, ეს დავხარჯე. მაგრამ რომ მიიღო შემოსავლის, ესა უკაცრავად, სალაროს გასავლის ორდერის საფუძველზე, სალაროდან გაიცა ხო ფული? და გასავლის ორდერია გამოწერილი, რომელიც სალაროს საბუთებშია ჩაკრული. მაგრამ იმ საბუთებში სალაროდან რომ გაიცა ფული, ამ ანგარიში ვალდებული პირის ხელმოწერაა, რომ მე მივიღე ეს ფულიო. ანგარიში ვალდებული პირი ავსებს აი ამ ნაწილს და ახსენებს შიგ ჩაწერს, რომელი ორდერით მიიღო მან ფული. მაგრამ ანგარიში ვალდებულმა პირმა დახარჯა მერე ეს ფული. რომ დახარჯა, აუცილებლად უნდა იყოს მისი საბუთები. მაგალითად, იგივე, ვთქვათ, გადაიხადა სადმე ფული, იგივე ქვით არის უნდა იყოს ფულის გადახდის. იყიდა რაიმე ზედნადები უნდა იყოს, ანუ საბუთი უნდა იყოს იმისი, რაც იყიდა. აი ამ საბუთებსაც ჩამოწერს ანგარიში ვალდებული პირი ამაში და იტყვის, ამაში ეს დავხარჯე, ამაში. თან აკრავს საბუთები. ესე იგი, ამ ქაღალდს, ამ ორდერს უკან მიეკვრება ყველა ის საბუთები, რომელიც მიმტკიცებს იმას, რაც ამაში წერია. ანუ ამაშია ესენი დახარჯული. აი ამ ყველაფერს მიიტანს და ჩააბარებს ბუღალტერს. ბუღალტერი ამას ყველაფერს სინჯავს, გააკონტროლებს, როგორც მიღებას იქნებს სხვა ორდერია, კიდე გასავლის სალაროში, ის მიჩვენებს, რომ ერთი მაქვს მიღებული ფული და გასავლის ორდერი 3-ია. ანუ კიდე აქვს სხვა ფულები ამ გვარს მიღებული. აუცილებლად ეს უნდა გააკონტროლდეს. საიდან გააკონტროლებს? სალაროს საბუთებით გააკონტროლებს ამას. და მეორე, დახარჯვის დოკუმენტაცია უნდა შეამოწმოს. ყველა დოკუმენტი ნამდვილად ამდენია გადახდილი, ნამდვილად ეს არ ნაყიდი. აი თქვენ არ ჩაიკეტოთ ერთ ნაწილში. მე ძალიან მიჭირს ახლა ეს სირთულეში გადაგიყვანოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაყვეთ ინფორმაცია სად. მაგალითად, იყიდა საქონელი. მაგრამ ეს საქონელი კი არ მოიტანა ბუღალტერთან, ბუღალტერთან მოიტანა საბუთი. მაგრამ ის საქონელი ხო ვიღაცასთან არის მიტანილი. ის ვიღაცა მატერიალურად პასუხისმგებელი პირია, კიდე თქვათ საწყობშია. იმას შემოსავალში აქვს ეს საქონელი, იქ კიდე საბუთი იქნება. იმის საბუთი უნდა ადასტურებდეს და ისიც უნდა ადასტურებდეს იმას, რომ ნამდვილად ამდენია აქედან. ანუ მარტო ქაღალდი კი არ არის აქ. ამის უკან არსებობს ქაღალდის უკან არსებობს ოპერაციები და არსებობს მატერიალური ფასეულობები. მაგრამ ვინც გაერევა ამ ფასეულობების ხელს მოკიდებს და რაღაცა ფორმით ჩაერევაში, ყველგან საბუთი უნდა შედგეს და ყველგან ასეთი ინფორმაცია უნდა მოდიოდეს ბუღალტერთან. ეხლა ძალიან დიდია ბუღალტრის როლი და დამსახურება ამაში. არ არის მოწესრიგებული ეს საკითხი, ესე იგი არ მოუთხოვია ბუღალტერს სწორად და ბუღალტერმა მისი საქმე არ იცის სწორად. თუ ბუღალტერმა თავის საქმე იცის სწორად, რომ ბოლოს ეს ინფორმაციები უნდა ქონდეს, აუცილებლად წინასწარ მოთხოვს ამას ყველას და ეტყვის, რომ ეს საბუთი უნდა მქონდეს ამ დროს. ეხლა თქვენ ერთი რამ წარმოიდგინეთ. დამთავრდა თვე და ბუღალტერი ელოდება, 7 ბუღალტერი თავის კამზე ზის და ელოდება მომიტან, რასაც მომიტანებენ თვის ბოლოს. მოვიდა თვის ბოლო და ეს საბუთები არ არის მოტანილი. ანგარიში ვალდებული პირი ეუბნება, მე არც ვიცოდი თუ ეს საბუთი უნდა წამომეღო. რას ვიზამთ ახლა თვის ბოლოს ვინმე ამ საბუთს მოგცემს? ამიტომ ოპერაცია როცა ხდება, წინასწარ უნდა იცოდეს ყველა პირმა, ვინც ამ სისტემაშია ჩართული, აი სისტემა უნდა იქნეს აწყობილი და ყველა პირი, ვინც ამ სისტემაშია ჩართული, საწყობის გამგე, მოლარე, ანგარიში ვალდებული პირი თუ ვინც არის ნებისმიერი, ყველამ უნდა იცოდეს ძალიან გააზრებულად გარკვევით თავისი როლი, ფუნქციები და ვალდებულებები. და ამ პროცესს ბუღალტერი მართავს ფინანსურ ოპერაციებს რაც ეხება. მე რა გითხარით პოლიტიკას ვინ აწყობს? აუცილებლად ბუღალტერი, იმიტომ რომ მე შეიძლება აწყობილი დამხვდა ეს. თუ აწყობილი დამხვდა ძალიან კარგი, ერთხელ კიდევ გადავაკონტროლებ, ეს ნამდვილად ხდება თუ არა ასე რომ მივალ. თუ არა და თუ არ ხდება, აუცილებლად მე უნდა მოვითხოვო, რომ აი ეს ოპერაციები, ვინც აკეთებს ამას, უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ნამდვილად იცის, რომ მან უნდა მომიტანოს ეს საბუთები. მე ცოტა გვერდზე გადავიხვია, მაგრამ აუცილებლად მინდა ამის სიმწვავე გაიგოთ თქვენ. ხშირად მოდიან ასეთი პირები ჩვენთან. მაგალითად, იყო რამდენიმე ხნის წინ დირექტორი თავის ბუღალტრიანად.
და მოდიან და მეუბნებიან, იყო საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი ისეთი ოპერაციები აკეთა და მოვიდა მე და სერიოზული თანხებია დახარჯული, სერიოზული თანხები, ნუ ათასობით. და ამბობთ, რა უყოთ ამ თანხას როგორ აღვიცხოთ? ვეკითხები. აი ეს თანხები რომ დაიხარჯა, რა პროცედურები იყო, ეს საბუთი გაქვს? ნუ დირექტორი ესე ცოტა განაწყენებული სახით გადახედა ბუღალტერს და ეუბნება. ესენი თუ იყო საჭირო, რატო არ მითხარი? აღმოჩნდა რომ ეს დოკუმენტაცია არ გააჩნდათ. მივლინება იყო, სერიოზული თანხები დაიხარჯა საზღვარგარეთ რაღაც პროცედურები მიდიოდა, მაგრამ მისი დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო სახეზე. სამწუხაროდ ისინი ამ ხარჯს ასე ვერ ასახავდნენ. დოკუმენტურად არ დასტურდებოდა და ვერ ასახავდნენ და ნუ შეიძლება ფინანსური კუთხით მეპატრონეს თქვათ რაღაც დოკუმენტი ჩაეთვალა, მაგრამ საგადასახადო კუთხით ესენი ვერ აღიარდებოდა ვერანაირ ხარჯად. რა იყო აქ პრობლემა? ერთადერთი პრობლემა იყო, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი უნდა იყო იმ დონის რომ თუ არ გეუბნებიან, შენ მაინც უნდა იყითხო, მაგრამ მე მაინც ჩვენსკენ მომაქვს ეს ბრალი და ჯერ შენ იყავი ყველაფერში მართალი და მე მოთხოვე სხვას. ანუ ბუღალტერი ამ შემთხვევაში არ იყო მართალი. თავის დროზე უნდა დაესვა ეს საკითხი. უნდა ეთქვა, აი რომ იმძანდებით, ეს დოკუმენტაცია ასეთი ფორმით, ასეთი სახით უნდა წარმომიდგინოთ. ყველა მატერიალურად პასუხისმგებელი პირი საწარმოში ორგანიზაციაში ინიშნებოდა რამდენიმე პირის ხელმოწერის შემდეგ. ერთ-ერთი და მთავარი იყო ბუღალტერი. ვისაც არ უნდა აეყვანა საწარმოში ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, ანუ ვისაც შეიძლება ფასეულებასთან ხელშეხება ქონოდა. თუ ბუღალტერი არ იტყოდა, კი მე თანახმოვარ, ავიყანოთ ეს პირიო, ვერ აიყვანდნენ, იმიტომ რომ მე ბუღალტერი პასუხისმგებელი იყო იმ პირის საქმიანობაზე. ამიტომ ბუღალტერი, როცა შენც უნდა კითხულობდეს, შემოდის ახალი კადრი სვამენ ამ ნაწილში, აუცილებლად უნდა გააცნო ჯერ ეს, რა საბუთები და როგორ უნდა წარმოგიდგინოს. როგორ წარმოგიდგენს? ეხლა ფული მიეცი და არ იცის ადამიანმა არც ამის დაწერა, არც საბუთის ცნობა, ან როგორი უნდა იყოს რეკვიზიტები რომ მიცემენ ქაღალდს. აი მაგალითად ყოფილა შემთხვევა, მოუტანია არასწორი საბუთი. ეკითხება მეორე მხარეზე, რომ რატომ მომიტანა? რა ვიცოდი მე ახლა როგორი უნდა ყოფილიყო? ანუ არ აქვს უნარი შეამოწმოს დოკუმენტი ადგილზე. სად მიდის პრობლემა? ბოლოში მიდის პრობლემა იქ რომ არა გაქვს საბუთები წესრიგში, ანუ არ გითვლიან ამ ხარჯს. აი ესაა პრობლემა. მეორე. დიახ. მოდი ახლა 2 წუთით აი როგორ ივსება ეს ფორმა? როგორ ივსება ეს ფორმა? მე გითხარით რომ ამას ეს ქაღალდები ანგარიშვალდებულ პირს არ ექნება, ხო თვითონ? მას არ ექნება. ამას ეს ბუღალტრული დოკუმენტებია. ამას აძლევს ბუღალტერი, აბარებს მას. ავსებს ამ ნაწილს ანგარიშვალდებული პირი. ახლა შეიძლება მართლა მიეხმარო ბუღალტერი თავიდან თუ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ერთხელ რო გააკეთებინა, მერე უნდა გააკეთოს. ვინ არის თვითონ ანგარიშვალდებული პირი? ახლა ჩვენი მაგალითიდან არის ეს აღებული და იქ ყავდა ანგარიშვალდებული პირად მერაბ ლაშხი, ერთ-ერთ მაგალითში წიგში. თანამდებობა ის შეიძლება საწყობის გამგეც იყოს, ის შეიძლება ლოჯისტიკის სამსახურის რომელიღაც თანამშრომელი იყოს. ნუ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ვისაც ანდვეს ეს ფული. კი ბატონო. საავანსო ანგარიში პირველი. ასეთი საავანსო ანგარიშები შეიძლება ყოველ თვეში წარმოადგინოს. შეიძლება თვეში 5 ჯერ წარმოადგინოს, შეიძლება ყოველდღიურად წარმოადგინოს. აი ახლა სასადილოს შემთხვევაში ალბათ ყოველდღიურადაც უნდა წარმოადგინოს, ხო? გააჩნია რა სიხშირით იქნება ეს. ამიტომ ნომერაცია იქნება თავისი და ეს ანგარიშები უნდა ქონდეს აღრიცხული, რეგისტრირებული. ავანსის დანიშნულება ჩვენთან არის საკანცელერიო ნივთების შესაძენად გავეცით ეს თანხა. არ ქონდათ აი წინა ნაშთი, აი აქ არის ესა ჩანაწერი რომ რამდენი იყო წინა ნაშთი. შეიძლება ანგარიშვალდებულ პირს წინა პერიოდში განხორციელებული დანახარჯიდან ქონდა დარჩენილი ნაშთი და არ არის სავალდებულო ყოველთვის რომ ეს ნაშთი უკან დააბრუნოს, მაგრამ თქვენ იკითხავთ, აბა როდის არის სავალდებულო? ამას განსაზღვრავს თვითონ საწარმო. რამდენი ყავდეს ანგარიშვალდებული პირი? რამდენი ქონდეს ხელზე ანგარიშვალდებულ პირს ნაშთი? ამას პოლიტიკაში წერს თვითონ და თუ მას დარჩა, ვთქვათ, 100 ლარი დარჩა. შეიძლება ეს ნაშთი ფარგლებშია, იმ დადგენილი ზღვის ფარგლებშია და არ აბრუნებს უკან. ანუ კიდე მიიღებს ახალ დავალებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ მასაც უკონტროლებენ ამას, ანგარიშებში აჩვენებს ნაშთს. ანუ ეს დასაშვებია. ოღონდ პოლიტიკაში უნდა იყოს განსაზღვრული. მიღებულია სალაროს გასავლის ორდერი ნომერი 3-ით. ანუ გასავლის ორდერი ნომერი 3-ით მიუღია ფული ანგარიშვალდებულ პირს და ეს ყოფილა 100 ლარი. სულ მეტი არ ყოფილა ამ პერიოდში მიღება ეს 100 ლარია, დახარჯული აქვს 90 ლარიო, მაგრამ რაში დახარჯა ჯერ არ ჩანს აქ და ნაშთი დარჩა 10 ლარი. ეხლა თუ კი იქ პოლიტიკა იქნებოდა ისეთი რომ როცა დახარჯა და ნაშთი დარჩა, ის ნაშთი უნდა დაებრუნებია უკან. მაშინ უნდა მისულიყო სალაროში, დაებრუნებია და სალაროს
შემოსავლის ორდერი ექნებოდა და ამ ანგარიშვალდებულ პირს ექნებოდა ქვითარი. საბუთი რომ ფული დავაბრუნე უკანო. ის საბუთი იქნებოდა უკან მიკრული. მაშინ დახარჯვის ნაწილში აჩვენებდა ამას რომ დავაბრუნე უკანო. არ დავაბრუნებია და აქ ნაშთი. იქნება ეს გადახარჯვა. აი ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ანგარიშვალდებულ პირს ერთი საბუთი აქვს წარმოდგენილი და საბუთის რაოდენობას ჩაწერა 1. დანართი ეს. აი ახლა როგორც გითხარით, ეს ნაწილი უკვე ბუღალტრის არის, აი აქეთა ნაწილი. წარმოადგინა იმან ამ დონეზე შევსებული, ოღონდ მე ახლა უკანა მხარე არ მიჩვენებია და ეს რომ დამთავრდება უკანა მხარეა კიდე ამ ანგარიშს მეორე გვერდი აქვს უკან. იმ უკანა მხარეზე შიფრავს, გაჩვენებთ ამის შემდეგ. იმ უკანა მხარეზე შიფრავს ანგარიშვალდებული პირი, რომელიც საბუთით დახარჯა ეს. მაგალითად შეიძლება ეგ 5 საბუთი იყოს. თითოეულ ხაზზე დაწერ საბუთი ეს თანხა ამდენი, ამაში და ნახავთ ახლა მეორე გვერდს. კი ბატონო, იმ დანარჩიც 5 საბუთი დაიწერება. აი ახლა ამ მხარეზე ამას ამუშავებს ბუღალტერი და ანგარიშის გატარებებს აკეთებს. როგორც ჟურნალ ორდერში ისე აკეთებს გატარებებს. აი დებეტი, კრედიტი, ნახეთ, რისი 1790 ანგარიშია ეს ავანსო ანგარიში. 1790 ანგარიშვალდებულ პირზე გავეცით. აი ამისი, ოღონდ შეიძლება ეს ანგარიშვალდებული პირი იყოს ვიღაცა ლაშხი ამ შემთხვევაში, მერე კიდე ვიღაცა, ანუ სხვადასხვა პირები და სხვადასხვა ფურცლები იქნება ასეთ. ამ შემთხვევაში ეს ანგარიში მუშავდება, დებეტი ამ ანგარიშზე თანხა მივიდა 1110 ანგარიშიდან 100 ლარი. ნახეთ, ესე იგი რა იკითხება? დებეტი 1790, კრედიტი 1110, ხო? ასე იკითხება. მაგრამ ამ ანგარიშიდან თანხა გაიცა, დაიხარჯა და ჩვენ შემთხვევაში საკანცელარიო ნივთების შესაძენად დაიხარჯა და პირდაპირ ხარჯში ტარდება. ანუ გატარებას რომ გააკეთებს ბუღალტერი, პირდაპირ ხარჯში იქნება ასახული ეს და გააკეთებს. დებეტი 7490 და კრედიტი თვითონ ანგარიშვალდებული პირის ანგარიში, ანუ 1790. მაგრამ ეს თანხა არის 90 ლარი. ახლა თქვენ მკითხვა დასვით, როდის ხდება მისი წარმოდგენა? წარმოდგენა მოხდება ამ ანგარიშის იმის მიხედვით, როგორიც არის პოლიტიკა. მე შეიძლება დავხარჯე დღეს, მაგრამ 3 დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ ვახდენ ანგარიში, აი ამ ანგარიშს ვადგენ კვირაში ერთხელ. მაშინ ოპერაცია ბუღალტრად არ იქნება გატარებული კვირის ბოლომდე. მცირე თანხებია ეს და არსებითობის კონცეფციიდან გამომდინარე შეიძლება ეს მცირე თანხები იგივე დღეს არ აღირიცხა. აღირიცხა დოკუმენტი არსებობს, მაგრამ თვითონ ოპერაცია ბუღალტრულად, მაგრამ კვირის ბოლოს როცა წარმოადგინა ანგარიში, საავანსო ანგარიში, იქ უკვე აღირიცხა. ანუ მაშინ მოხდა ამის ხარჯში ასახვა. შეიძლება ეს იყოს ყოველ დღე. შეიძლება თვის ბოლოსაც ხდებოდეს, მაგრამ თვის ბოლოს იქეთ არა. ყოველი თვის ბოლოს უნდა გატარდეს უკვე ყველა ანგარიში. თვის ბოლოს უნდა დავაჯამოთ ყველა ანგარიში, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ასახული. აი მეორე გვერდი, მოდი ვნახოთ. მეორე გვერდზე 25-ში დაუხარჯია ეს, 25-ში მოხდა რა დახარჯვა, სასაქონლო ზედნადები ნომერი 12-ით შეუძენია 90 ლარის ნივთები, საკანცელარიო ნივთები. და გაატარა ჯამურად 90 ლარი. რაც შეეხებოდა სალაროსთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ეს იყო სალაროში ფულის მოსვლა, სალაროდან ფულის გასვლა, სალაროსთან კავშირში მყოფი, ვთქვათ, ანგარიშვალდებული პირის ხელით ფულის დახარჯვა და არაუშუალოდ სალაროთი. ეხლა ჩვენ ვთქვით, რომ საწარმოს ორგანიზაციას მარტო ნაღდი არ აქვს ფულის ბრუნვა და რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში უნაღდო ფორმებს იყენებენ. დღეს უკვე მასიურად ხდება ეს. რას ნიშნავს უნაღდო ანგარიშწორების ფორმა? ხა ჩვენ პირველ ეტაპზე შეიძლება ეს ტერმინებიც გაგვიჭირდა, ხომ? ამოცანაში რო ხდებოდა ნაღდი ანგარიშწორება, უნაღდო, მაგრამ ეხლა უკვე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ნაღდი ანგარიშწორება გულისხმობს, რომ სალაროში ფულის ნომინალებს ვეხებით და აი ეს ხდება მისი ანგარიშწორება. უნაღდო ანგარიშწორების ფორმები არის საბანკო ოპერაციებს, როცა ვახორციელებ. თუმცა საბანკო ოპერაციებშიც ხდება რაღაც ეტაპზე ნაღდი. აი რა მაქვს ხედველობაში, როცა საბანკო ანგარიშზე შეგვაქვს ფული. დააკვირდით? მაშინ კონკრეტულად ნაღდი ფულს ვეხები და ნაღდი ფულის შემაქვს ბანკში. ან ბანკიდან როცა გამომაქვს ფული. ამ შემთხვევაში ის უკვე ფულის სახეს იღებს. მაგრამ როცა ხდება ოპერაციები, გადარიცხვები, გადმორიცხვები, ესენი უნაღდო ანგარიშწორების ფორმებია. აწი აღარ აურიოთ უკვე ეს ტერმინები, ხო? რა ფორმები შეიძლება არსებობდეს საბანკო
ანგარიშებზე, ანგარიშწორებების ან ურთიერთობების, უნაღდო ანგარიშწორების ფორმებზე საუბრობ ჩვენ. მე თქვენ გითხარით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობები, რომლებიც არეგულირებს, ანუ აწესრიგებს ამ საკითხებს. აი ეს კანონმდებლობები ძირითადად გახლავთ უნაღდო ანგარიშწორებებისთვის. ანუ ბანკში ანგარიშები როცა გვაქვს, როგორ უნდა მოხდეს ამ ანგარიშებზე ურთიერთობები. ამ კანონებში ვკითხულობთ ამ წესებს და ზუსტად ამ კანონიდან, ეროვნული ბანკის შესახებ კანონიდან, კომერციული ბანკების შესახებ კანონმდებლობიდან, უნაღდო ანგარიშწორების წესებიდან არის ამოღებული ის ინფორმაციები, რომელსაც მე ახლა გთავაზობ თქვენ. და იქედან მოტანილია ეს ინფორმაცია. ეს არ არის სტანდარტით განსაზღვრული წესები. საგადახდო დავალება არ გვეშლება, ზუსტად ეს ქვია მას, საგადახდო დავალება და არა საგადასახადო დავალება. ხშირად ასე იყენებენ, არ არის სწორი. საგადახდო დავალება, საგადასახადო დავალება სხვა რამეა, იქეთ სხვა დროს განვიხილავთ. საგადახდო დავალება, ანუ გავშიფროთ ახლა ეს სიტყვა, გადახდის დავალება, გადაიხადე ეს. გადასახადს კი არ ვამბობ, გადახდა პროცესს, გადახდა ხდება. ანუ საწარმო თავის ბანკს, რომელსაც მისცა ეს ფული დადო ანგარიშზე, კი არ აჩუქა, კი არ ასესხა, ემსახურება ბანკის საწარმოს მის ანგარიშზე რიცხული თანხები როგორ უნდა გამოიყენოს მან, გადაიხადოს ან ამ ანგარიშზე შეიძლება სხვებმაც გადაუხადოს საწარმოს, ანუ სხვებმა ჩამოურიცხოს საწარმოს ანგარიშზე ფული, გადაუხადოს. ანუ იგივეს ვამბობ ახლა მეორე მხარეს, საწარმომ თავისი ანგარიშიდან სხვებს გადაუხადოს, ანუ გადაურიცხოს ფული. ესე იგი, ჩამომერიცხა ნიშნავს გადამიხადეს, გადაურიცხე ნიშნავს გადაუხადე. და აი ამ ოპერაციებს ბანკი არ განახორციელებს არც ერთ შემთხვევაში, მე რაც არ უნდა უძახო, დაურეკო ტელეფონზე, ჩემი ანგარიშიდან გადაუხადე ამას ეს. ან გაატანე ამას ეს ფული, ან მე მომეცი ფული. არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ფულია და ბანკისთვის ეს ვალდებულებაა, ბანკისთვის ის ვალია, იმიტომ რომ მიბარებული მაქვს და ამ ოპერაციებს მართავს ის. მაგრამ ჩემ ფულებს მართავს. ეს ჩემი ქონებაა და ჩემ აქტივებში აღირიცხება, 1200 ანგარიშებზე აღირიცხავ და არის ჩემ აქტივებში ასახული. მაგრამ ეს ფული არ დევს ჩემთან და ბანკი ჩემი განკარგულებების მიხედვით მართავს მას. უმეტეს შემთხვევაში ასეა, რომ ჩემი განკარგულებები. საგადახდო დავალება გახლავთ ის დოკუმენტი, რომელიც უნდა წარუდგინოთ ბანკს, რომ მოახდინოს იმ დავალების განხორციელება, რომელსაც ჩვენ მას ვავალებთ. ანუ საგადახდო დავალებაში უწერთ, ჩემი ანგარიშიდან ამ ანგარიშზე ამ პირს გადაუხადე ამისა და ამისათვის ამდენი და ამდენი. ამ დოკუმენტს უნდა ვადგენდეს სწორად და ჩვენ ამ დოკუმენტის შედგენა უნდა გავარკვიოთ, აქ როგორ ხდება და მხოლოდ ამის საფუძველზე განახორციელებს ბანკი გადახდას, ისე არ განახორციელებს გადახდას. ბანკი ძალიან მკაცრად იცავს ამ წესებს და თქვენ შეიძლება ნამდვილად მისცეთ ეს დავალება, მაგრამ იქ ხელმოწერის ნიმუშიც კი ზუსტად არ დაემთხვევა ამას, არ განახორციელებს, ფაქსიმილე ქვია მას და თუ ეს ხელმოწერის ნიმუში და ვისი უნდა იყოს ხელმოწერის ნიმუში? ეს უნდა იყოს იმ პირისა, ვინც რეგისტრირებულია ხელმძღვანელად და ვიზეც არის მინდობილი უფლებამოსილება ხელმოწერისა. ეს რეგისტრირებული ინფორმაცია უნდა კონდეს ბანკს და ის ყოველთვის ითხოვს სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ნებისმიერი ორგანიზაციის, რომელშიც წერია, რომ ეს პირია ნამდვილად ხელმძღვანელიო. ის ითხოვს ფაქსიმილეს, ანუ ნოტარიულად დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუში უნდა წარდგეს ბანკში, რომ ნამდვილად ამის ხელმოწერაო და მე ყველა მისული დოკუმენტი, როცა აძლევს ორგანიზაცია დავალებას, რომ საგადახდო დავალებას უგზავნის, რომ გადაიხადეო, იქ ხელმოწერის ნიმუში უნდა გაკონტროლდეს. ისე, იმიტომ რომ ეს ფრთხილობს ბანკი, რომ შენი ფულია და ვინმე სხვისი დავალებით არ მოხდეს ამის გადაგზავნა ან გადმოგზავნა. ეს სისტემა ძალიან მოწესრიგებულია. თქვენ უნდა ნახოთ ფულის მოძრაობა რა სისტემით არის. ბანკში ხო ხედავთ, ისედაც ხო ხედავთ, რამდენი თანამშრომელი ემსახურება მას და რა მკაცრად არის ეს. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, აი ეს პროცესია იგივე სალაროში და ზოგჯერ როგორ მოშვებულია ეს პროცესი. სალაროში ეს იგივე უნდა ხდებოდეს, მაგრამ ცოტა გამარტივებული ფორმით, სწორედ ზუსტად იგივე უნდა ხდებოდეს. საგადახდო დავალება გახლავთ. ბანკისადმი ანგარიშის მფლობელის
ანგარიშის მფლობელია ის საწარმო ორგანიზაცია, ან ფიზიკური პირი შეიძლება იყოს, ხო? ვინმე ფიზიკურ პირსაც ჰქონდეს ანგარიში გახსნილი ბანკში. წერილობითი განკარგულება მიმღების ანგარიშზე თანხის გადარიცხვაზე. აი ეს არის საგადახდო დავალება. ანუ ბანკთან ურთიერთობა თუ ჩვენ გადარიცხვა, გადმორიცხვები ესენი ხდება ყოველთვის საგადახდო დავალება. ესე იგი ჩვენ ანგარიშზე გვიდევს ფული, რომ უთხრათ ბანკს გადაურიცხე ვიღაცას, მას უნდა წარუდგინოთ საგადახდო დავალება. ასევე სხვას როცა უნდა ჩამორიცხოს ჩვენთან ფული, მანაც თავის ბანკს უნდა წარუდგინოს საგადახდო დავალება და ჩვენს ანგარიშზე იმ საგადახდო დავალებით მოვა თანხა. ძირითადი ეს გახლავთ, ამით მოგიწევთ მუშაობა. ფორმებზე ანგარიშტორება საინკასო დავალებით. ასეთი ფორმაც არსებობს. საინკასო დავალებით, ეს არის უდაო წესებით თანხების გადახდევინება სახელმწიფო ვალის გადახდევინების დროს. საინკასო დავალება ჩვენი ანგარიშწორების ფორმებში ადრე მასიურად იყო გამოყენებული. ადრე შეიძლებოდა რომელიმე ერთ ორგანიზაციას მეორე ორგანიზაციის ანგარიშიდან მოეხსნა თანხა. იმიტომ რომ სახელმწიფო დაწესებულებები რომ იყო ხდებოდა ეს. დღეს ეს არ არის. ჩვენ კანონმდებლობაში წერია. საინკასო დავალების გამოყენება არ შეუძლია ჩვეულებრივად ორგანიზაციებს ერთმანეთთან ვალები რომ კონდეს და მივიდეს და იმის ანგარიშიდან მოხსნას თანხა. ასე არ ხდება. მაშინ რატოა პრაქტიკაში ეს კანონში რატო დევს? კანონში დევს იმიტომ რომ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებს ამის უფლება მოსილება. აღსრულების დროს სამართლებრივი საკითხები როცა დგება, საგადასახადო დავალიანება როცა დგება, აი საგადასახადოს უშუალოდაც შეუძლია საინკასო დავალების წარდგენა. და არა ფორმას არ ვამბობ ეს ელექტრონული იქნება თუ როგორ უფლება მოსილება გააჩნია თქვა ამას ვამბობ. ანუ ეს ხომ ჩემი ფულია და სხვას რა შეხე როგორ აქვს უფლება მოხსნას ჩემი ფული. ეს როგორ არის, ე? ჩემ ჯიბეში რო ჩაყოს ხელი, ჩემი სალაროდან ფული ამოიღოს, იგივეა, ხო? ჩემ ბანკიდან მიაქვს. ასე სხვას არ შეუძლია დღეს არავის ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი რაიმეს კანონმდებლობის მიხედვით არღვევს და მასზე ხდება იძულებითი ღონისძიების განხორციელება. და ეს არის კანონით დაშვებული და ამ პირმაც იცის, რომ ამ დროს კანონით დაშვებული საგადასახადო შეიძლება მოუხსნას, აღსრულების დროს მოიხსნას ეს თანხა. სხვა შემთხვევაში საინკასო დავალება არ გამოიყენება. გამოიყენება მხოლოდ ასეთ დროს და მხოლოდ მათ შეუძლია წარადგინოს. ასე რომ თქვენ როგორც ორგანიზაცია ამას ვერ გამოიყენებთ, თქვენ თვითონ ვერ დაუდებთ ვერავის ინკასოს. ანუ თქვენ როგორც ბუღალტერი ამას არ გამოიყენებთ. ანგარიშტორება აკრედიტივებით, ეს არის სპეციალური ფორმა, უზრუნველყოფს მყიდველსა და გამყიდველს შორის საქონლის გადატვირთვისა და განაღდების მომენტების მაქსიმალურად დაახლოებას. ეს არის საბანკო სერვისები არის ბევრნაირი. გადარიცხვების ფორმები ესენი ბევრნაირი და აკრედიტივები არის ისეთ დროს, როცა მყიდველი და გამყიდველი ან სხვადასხვა ქვეყანაში, ან ერთმანეთს იმდენად არ ენდობიან, ან არ იცნობენ და შეიძლება ამან დადოს ანგარიშზე თანხა მყიდველმა. მაგრამ გამყიდველს არ შეეძლოს მისი მოხსნა სანამ არ მიაწოდებს. და ეს რომ დროში დაახლოვდეს და მალე მოხდეს ეს პროცედურები, ისიც დებს თანხას, ესეც აწოდებს, იქეთა ბანკი უდასტურებს, ერთი სიტყვით ბანკები დგებიან შუამავლის როლში. და მოახდენენ დადასტურებას მაშინ, როცა უნდა გაიცეს ეს თანხა. და ამ დროს ხდება აკრედიტივებს ასეთი ფორმის, მაგრამ ჩვეულებრივად არ მოხდება, შენ თუ ამ ფორმას არ აირჩევ და არ ეტყვი ბანკს რომ ასეთი მომსახურება მინდა, მაშინ ის ამ ფორმით არ გააკეთებს, ხო? მაგრამ შესაძლებელია ასეთი ფორმა იქნას გამოყენებული. ნუ შეიძლება ეშვეთათ, მაგრამ გამოიყენება. საბანკო პლასტიკური ბარათები. აგი ახსნათ ახლა. საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენება ყველა ვიცი. საანგარიშტორებო ჩეკებით. ეს ცოტა სხვა რამეც არის, რაც ჩვენთა პრაქტიკაშია იმისგან განსხვავებით. ანუ შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს საფულე ჩეკები. და როცა ნაღდი ანგარიშტორებები უნდა, აი პირდაპირ ფული კი არ გამოიტანოს. პირდაპირ საფულე ჩეკი ჰქონდეს და გამოწეროს ეს ჩეკი, მოხიოს, გადასცეს მეორე მხარეს, ეს სხვა რამეა. და აი ის მხარე ქაღალდით უხდის ეს. მოღონ მომენტალურად კი ჩამორიცხავს კი არ ელოდება, არ იცის რამდენი უნდა გადაიხადოს ან სად არ არის გარკვეული წინასწარ და წინასწარ ვერ ჩაურიცხა. წაიღო საფულე ჩეკი პირმა, ეს საფულე ჩეკი ხელმოწერილია იმის მიერ, ვინც არის. და ამ საფულე ჩეკს ბანკი იძლევა, თვითონ ეს ჩვეულებრივ ქაღალდი კი არ არის, საბანკო დოკუმენტია და ის იძლევა და რეგისტრირებულია. და ეს მოხეულ ქაღალდს მისცემს მეორე მხარეს ჩეკს. მეორე მხარე თავის ბანკში ჩვეულებრივად წარადგენს ამას და ის ბანკი ამ შენ ბანკს მოუხსნის ამ თანხას. ანუ ძალიან მობილური რაღაცა არის. იშვიათად იყენებენ და ძალიან კაი რაღაცაა, უბრალოდ კარგად რომ გაეცნობიან ამ პროდუქტს, იყენებდით ამ ჩეკს. ანგარიშტორება კლიენტი ბანკის მეშვეობით. აი თქვენ რაც შემოგთავაზეთ წეღან, კლიენტი ბანკის სისტემა, ეს არის ელექტრონული სისტემა.
დღეს კარგი ბუღალტრები არ გადიან ასე ორგანიზაციებიდან, არ დარბიან ბანკში, ბუღალტრის ერთი შველა იყო ბანკში წავედი. Საღაცა რო უნდა და ცოტა ესე თავისის რო გამოეყენებენ, სადმით ბანკში მივიდა. ვერავინ ვერ იტყოდა, ხელმძღვანელი რო ხა ბანკში მიდის ბუღალტერი ხო, მაგრამ ბანკი იქ იყო, სადღაც მე გავიმი და გამოვიდა. ერთი სიტყვით. დღეს შეიძლება ბუღალტრები ვერ ელევიან ამ ბანკში წასვლის პროცედურას და შერჩა ბევრი ბუღალტერი ამ სისტემას. მაინც დადის ბანკში, იქ ხალხს ნახულოს ნაცნობებს და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირად და უმეტეს შემთხვევაში ბევრი ბუღალტერი და მაგალითად მე შემიძლია გითხრათ თუ ჩვენი ორგანიზაციის ბუღალტრები ამას იყენებდა პირველივე დღიდან და მე მახსოვს 4 წლის მერე რეკავს ბანკი და ასეთ პროდუქტს თავაზობს ჩახედე სისტემაში ამ პროდუქტს ვიყენებთ 4 წელია. ერთი სიტყვით ანგარიშტორება ბანკ კლიენტის მეშვეობით ეს ძალიან კარგი მობილური ფორმა, აბსოლუტურად გასვლა არ გინდა გარეთ იხარ შენ კომპიუტერს და კიდეც გადარიცხე, კიდეც ამონაწერის მე ყველაფერს ღებულობ ადგილზე. ამას თავიდან რო უხსნით და ეს თავიდან ხო ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ხდება ეს პროცესი. ანუ ეს გახლავთ ფულის მოძრაობის სხვადასხვა მოდელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საბანკო ოპერაციების დროს.